უმეტესობას არც კი ესმის, რომ არსებობს მომენტი, როცა ცნობის მოყვარეობა ზღვარს კვეთს და სულ სხვა რამეში გადაიზრდება. ინტერნეტის სავსეა უძიროობს კლუბებით და წაშლილი ვიდეოებით, მივიწყებული ფორმებითა და იმ კადრებით, რომლებსაც ზედაპირზე არასდროს გამოუღწევიათ. ინტერნეტის სავსეა დამალული სიღრმეებითა და ამოჭრილი ფრაგმენტებით, რომელებიც მზის სინათლე ვერასდროს იხილავს. და სწორედ აქ ჩნდება აისბერგი. აქ ეს სიტყვა არ ნიშნავს ყინულს. ეს არის გზა აჩვენა მოვლენების სიღრმეების მიხედვით, როცა ზედა დონეზეა ის, რაც ყველა მიცის, ხოლო რაც უფრო ქვევით ჩადიხარ, ყველაფერი მით უფრო უცნაური, დავიწყებული და შემაშფოთებელი ხდება. ეს აისბერგი სწორედ ამ სიღრმეების რუკაა. აშკარა და უცნაური ამბებიდან დაწყებული, იმ დამახინჯებული და წაშლილი ფრაგმენტებით დამთავრებული, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობენ არქივებსა და მეხსიერებაში. აქ ნახავთ რეალურ ისტორიებს, შემორჩენილ კადრებს, ექსპერიმენტებსა და ანომალიებს. ზოგი მათგანი უკვე დადასტურდა. ზოგი კი ისევ ჭორის დონეზეა, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ. არ ღირს მათი დასერჩვა, იმიტომ რომ ძიება ყოველთვის ცოდნას არ ნიშნავს. ზოგჯერ ის კარია, რომლის მიღმად ჯობს არ შეიხედო. საფეხური პირველი. 60-ის ქვეშ. საძეგელი აღმოჩენების სტრაფიკობის ობიექტებში. სტრაფიკობა მხოლოდ ცხიმი, შაქარი და მარილი არ არის. ხანდახან საჩუქრად იმასაც იღებ, რაც მენიუში საერთოდ არ ეწერა. რონმირი მთელი დღე მაკდონალდში გაატარა. ყავას რამდენჯერმე იმატებდა და სვამდა. ბოლოს როცა ბოლო ყუპის მოსასმელად ჭიქას თავსახური მოხდა, მსკერზე დასვადებული მკვდარი თაგვი დაინახა, რომელიც იქ მთელი დღის განმავლობაში იჯდა. რამდენიმე წლით ადრე ქედბური დიდ სკანდალში გაეხვა. მომხმარებლებმა რძიანი შოკოლადის გახსნისას შიგნით ცოცხალი, მოფრთხალი ჭიები აღმოაჩინეს. ნიუ-იორკში ჯონ აგნესინი საბუეის სენდვიჩს უკბინა და კბილებს შორის რაღაც მაგარი იგრძნო. როცა პური გადახსნა, შიგნიდან პირდაპირ შიგთავში გამომცხვარი 15 სანტიმეტრიანი დანაშა ნიშნა. ეს შეცდომა კომპანიას $20,000 დაუჭდა. არც ძვირადღირებული რესტორნები არიან დაზღვეული. გერმანელმა ტურისტმა აქსელ სანსკლაუსმა მანჰეტენზე ფილე მინიონში $40 გადაიხადა. ჭამის დროს უცებ იგრძნო როგორ აივსო პირის სისხლით. აღმოჩნდა რომ სტეიკთან ერთად ტამპონი იყო შემწვარი. ბაყაყის მოცეკვავე ბარგლები. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმის გადსდავს. ბაყაყის ბარგლები, რომლებიც უკვე სხეულს მოცილებულია, მოულოდნელად მოძრაობას იწყებენ. ისინი იკლაკნებიან, იკუმშებიან და ისე ფართხალებენ, თითქოს ცოცხლები იყვნენ. მაგრამ აქ არანაირი მაგია არ არის, მხოლოდ ბიოლოგია. თუ ახლად დაკლული ბაყაყის ბარგლებს მარილს მოაყრით, კუნთები ძალიან სწრაფად დაიწყებს შეკუმშვას. ამ ეფექტს ხშირად ბაყაყის მოცეკვავე ბარგლებს უწოდებენ. მარილი ქიმიურ რეაქციებს იწვევს, რომლებიც ნერვული სიგნალების მსგავსად მოქმედებენ. კუნთებში ჯერ კიდევ შემორჩენილია მცირე ენერგია და ეს სრულიად საკმარისია მათ ასამოძრავებლად. ამის გამო შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მკვდარ სხეულში სიცოცხლე დაბრუნდა. მსგავსი რამ ხდება მაშინაც, როცა ფეხებს ძალიან ცხელ წყალში ყოფ. სიცხე ნერვების სტიმულირებას ახდენს და კუნთები მოულოდნელად იჭიმება. დაწყევლილი YouTube არხები. ეს უბრალოდ საშიში ვიდეოები არ არის. აქ მთლიანი არხებია, გიგაბაიტობით მასალა, რომელიც ინტერნეტში ყოველგვარი ლოგიკური ახსნის გარეშე არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ვიდეო სახელწოდებით I feel fantastic. მასში ჩანს ანდროიდი, რომელიც ზარიელ ოთახში მარტო დგას. ის ყოველგვარი ემოციის გარეშე მღერის ფრაზას თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. თავიდან ეს უბრალოდ უცნაურად გეჩვენება, მაგრამ შემდეგ კადრი მოულოდნელად წყდება. ჯერ ქუჩა ჩნდება, შემდეგ კი ტყის პირი. ბევრს ჯერა რომ სწორედ აქ არის დამარხული ცხედარი და რომ რობოტი მოკლული ქალის ტანსაცმელშია გამოწყობილი. რა თქმა უნდა, ეს თეორია არასდროს დამტკიცებულა, მაგრამ როგორც კი ამას მოისმენთ, ვიდეოს დავიწყება უკვე შეუძლებელი ხდება. კიდევ ერთი შემთხვევაა ბენადრილის რეპლიკაციები. ეს ვიდეოები ასახავს იმას, თუ რა ხდება ანტიჰისტამინური პრეპარატის უკიდურესად მაღალი დოზით მიღების შემდეგ. ეს არც ფილმია და არც მოგონილი ამბავი. ამ ვიდეოებით ცდილობენ აღადგინონ რეალური ჰალუცინაციები. მოლაპარაკე კედლები, თვალებიანი ჩრდილები, ჭერზე მფორთხავი ფიგურები. უცნაური კაკუნი, რომელიც თითქოს არ საიდან მოდის. ამ ვიდეოებიდან მოკლე ფრაგმენტების ნახვაც კი რთულია. ისინი იმდენად უკონტროლოა, ეგონება თითქოს ვიღაცა მსახიობური თამაშის ნაცვლად საკუთარი შიში პირდაპირ ფირზე ჩაწერა. არსებობს ვიდეოების სერია, სადაც ცნობილი მულტფილმის პერსონაჟებს კლავენ. ტომი როგორც იქნა კლავს ჯერის, სიმფსონების პლასტელინის ინტრომ თავდება მასიური სიცოცხლის მასპობით. ზოგიერთ ვიდეოში საერთოდ გაუგებარი არაზეა საუბარი, მაგრამ მათი ნახვა ძალიან არაკომფორტულია. ბედნიერი მარიონეტის სინდრომი. ბედნიერი მარიონეტის სინდრომი იშვიათი გენეტიკური დაავადების ძველი სახელწოდებაა, რომელსაც დღეს ანგელმანის სინდრომს უწოდებენ. ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს განვითარების მძიმე პრობლემები აქვთ. ბევრ მათგანს საუბარი არ შეუძლია. მათ ხშირად აწუხებთ კრუნჩხვები, კოორდინაციის დარღვევა და სერიოზული კოგნიტური პრობლემები. სინდრომის პირვანდელი სახელწოდება კი იმ ფაქტმა განაპირობა, რაც მე-20 საუკუნის შუა წლებში ექიმებისთვის უკიდურესად უცნაური და დამაბნეველი აღმოჩნდა. ბევრი ბავშვი მუდმივად იყიმის და იცინის, მაშინაც კი, როცა ტკივილს ან სტრესს განიცდის. მათი მოძრაობები იმდენად მკვეთრი და უეცარია, რომ ადრეულმა მკვლევრებმა ისინი მარიონეტებს შეადარეს.
იმდროინდელი სამედიცინო ჟურნალები ამ ბავშვებს პირდაპირ ადარებდნენ თოჯინებს, რომლებიც მუდამ იღიმებოდნენ. ეს არაბედნიერების არამედ იმის გამო ხდება, რომ მათი ნერვული სისტემა ემოციებსა და მოძრაობას სათანადოდ ვერ აკონტროლებს. თავიდან ზოგიერთ მშობელს ეგონა, რომ მუდმივი ღიმილი კარგის ნიშანი იყო. დროთა განმავლობაში კი ცხადი გახდა, რომ ეს სულაც არ იყო სიხარული. ეს ნევროლოგიური დარღვევაა. იმის გამო თუ რამდენად სასტიკი და შეცდომაში შემყვანი იყო ეს სახელი, ბედნიერი მარიონეტის სინდრომი საბოლოოდ უარყვეს და მას ანგელმანის სინდრომი უწოდეს. ჩიტები არ არსებობენ. 2019 წელს ამერიკაში ქალაქ მემფისში მაცხოვრებლებმა უცნაური ბილბორდი შეამჩნიეს, რომელზეც ეწერა ჩიტები არ არსებობენ. ამ ერთი ფრაზის მიღმა მთელი კონსპირაციული მოძრაობა იდგა. მისი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ამერიკის მთავრობამ ყველა ნამდვილი ჩიტი გაანადგურა და ისინი სათვალთვალო დრონებით ჩაანაცვლეს. თეორიის თანახმად, ეს ყველაფერი 1959-დან 1971 წლამდე მოხდა და ყველა ჩიტი, რომელსაც დღეს ვხედავთ, სინამდვილეში მოქალაქეებზე სათვალთვალო მანქანებია. მათი თქმით, ელექტროგადამცემ ხაზებზე ჩამომსხდარი ჩიტები სინამდვილეში იტანებოდნენ, ხოლო ჩიტის ფეკალიები მანქანებზე GPS ტრეკერები იყო. თეორიის ყველაზე უკიდურესი ვერსიით, პრეზიდენტი ჯონ კენედი ამ პროექტზე წინააღმდეგებოდა და მისი მკვლელობის ნამდვილი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ეს მოძრაობა ახალგაზრდა კაცმა, პიტერ მაგინდომ შექმნა. სან-ფრანცისკოში აქტივისტები ტვიტერის სათავო ოფისთანაც კი შეიკრიბნენ და კომპანიისგან ჩიტის ლოგოს აღებას ითხოვდნენ. წლების განმავლობაში მაგინდო თავის როლიდან არ გამოდიოდა. ის ინტერვიუებს აძლევდა და საჯაროდ ისე საუბრობდა, თითქოს ამ თეორიის მართლა სჯეროდა. 7 წლის შემდეგ მან სიმართლე აღიარა. მისი მიზანი იყო ეჩვენებინა თუ რამდენად ადვილია ხალხს ნებისმიერი აბსურდი დააჯერო, თუ კი საკმარისად სერიოზული სახით მიაწვდი. ექსპერიმენტი ინდაურის თავი. 1950-იან წლებში ფერმერებმა რაღაც უცნაური შენიშნეს. შინაურ ინდაურებს სულ უფრო ცოტა ჭუკი უჩნდებოდათ. აღმოჩნდა, რომ მამალ ინდაურებს დედლების მიმართ ინტერესი უკრებოდათ. მეცნიერებმა მიზეზის გაგება გადაწყვიტეს. ორმა მკვლევარმა, დოქტორ მარტინ შეინმა და დოქტორ ედვარდ ჰეილმა გადაწყვიტეს შეესწავლოთ თუ რა იზიდავდა სინამდვილეში მამალ ინდაურს. მათ დაიწყეს დედალი ინდაურის რეალისტური მოდელის დამზადებით და აკვირდებოდნენ მამლების რეაქციას. ვინაიდან რეაქცია მძაფრი იყო, მათ ექსპერიმენტი გააღრმავეს და დაიწყეს მოდელისთვის ნაწილების სათითაოდ მოცილება. ჯერ ფრთები, შემდეგ ფეხები, მერე ტანი. მამლებს ეს არ ადარდებდათ. საბოლოოდ მხოლოდ ჯოხზე წამოწმული თავი გადარჩა. ინდაურს აღარც კი ჰგავდა. დასკვნა მარტივი და უხერხული იყო. მამალი ინდაურებისთვის თითქმის არაფერს აქვს მნიშვნელობა. მათთვის ერთი ვიზუალური გამაღიზიანებელიც კი საკმარისია. ამ ექსპერიმენტს ხშირად ახსენებენ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შეუძლია მინიმალურ სტიმულაციასაც კი მძლავრი რეაქციის გამოწვევა. მეცნიერულად ეს ლოგიკურია, თუმცა ემოციურად ძალიან არასწორად აღიქმება. თვალის ტატუ. სხეულის ყველა მოდიფიკაციებს შორის არის ის ერთი რამ, რაც ტატუირების გამოცდილ მოყვარულებსაც კი აშინებთ. ეს თვალის ტატუა. ეს პროცედურა ამერიკის რამდენიმე შტატსა და კანადის პროვინციებში ოფიციალურად აკრძალულია, თუმცა ადამიანები მაინც იკეთებენ. 2017 წელს კანადელმა მოდელმა კეთ გალინჯერმა თვალის იისფრად შეღებვა გადაწყვიტა. საღებავი მეტისმეტად სქელი აღმოჩნდა, ინექცია კი არასწორად გაკეთებული. მისმა თვალმა გაჟონვა დაიწყო, კუთუთო დასივდა, მხედველობა კი დაებლარა. განვითარდა ინფექცია, რის შედეგადაც კეთმა ამ თვალში მხედველობა თითქმის სრულად და სამუდამოდ დაკარგა. მიუხედავად ამისა, ადამიანები რისკზე წასვლას მაინც აკრძალებენ. ზოგიერთ მაგალითად ტატუ მოდელ Farrah Flaveless უკვე 15 წელზე მეტია თვალები შეღებილი აქვს ისე, რომ არანაირი სერიოზული პრობლემა არ შექმნია. ზოგიერთი ორგანიზმი უძლებს ამ ექსპერიმენტებს, ზოგი კი ვერა. ვერას დროს გეცოდინება, რომელი მათგანი აღმოჩნდები. ენაჭამია პარაზიტი. ბუნება სავსეა საზარელი არსებებით, თუმცა პარაზიტებს შორისაც კი არსებობენ ისეთები, რომლებიც ადამიანებში წმინდა, ინსტინქტურ შიშს იწვევენ. ერთ-ერთი მათგანი ენაჭამია პარაზიტია. ის თევზის სხეულში ლაყუჩებიდან შედის. პირის ხრუში გადათოცდება და პირდაპირ ენას ეწებება. შემდეგ ენას სისხლის მიწოდებას უწყვეტს. ენა ნელ-ნელა კვდება და საბოლოოდ ძვრება კიდეც. აი აქედან იწყება ყველაზე საშინელი ნაწილი. პარაზიტი ენის ადგილს იკავებს. პირდაპირ მნიშვნელობით. ის თევზის ახალ ენად იქცევა. თევზი მისი დახმარებით ჭამს. პარაზიტი ისე მოძრაობს, როგორც ენა, ზის იქ, სადაც ადრე ენა იყო და ამავდროულად სისხლითა და ლორწოთი იკვებება. თევზიც გადარჩება და პარაზიტიც. ისინი ერთად ცხოვრობენ და ერთი მეორეს ორგანოს ანაცვლებს. ეს არსებები იშვიათნი სულაც არ არიან. მათ ხშირად პოულობენ ბაზარში გაყიდულ თევზებში, ზოგჯერ კი რესტორნებში მორთმეულ კერძებშიც. ზოგიერთ ქვეყანაში კი თავად ამ ენაჭამიას წვავენ და ჭამენ. ის დელიკატესად მიიჩნევა. ხალხს ენის ჭამა ჯერ არ დაუწყია, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, შემდეგში როცა თევზის ჭამას გადაწყვეტ, კარგად დააკვირდი რა უზის პირში. ბრაიან პეპერსი. 2000-იანი წლების შუახანებში ინტერნეტში ფოტო ელვისებურად გავრცელდა. ეს მხოლოდ ერთი სურათი იყო, რომელსაც დაუსრულებლად აკოპირებდნენ. კაცი დამახინჯებული სახით, წინ წამოწეული თვალებითა და ისეთი ნაკვთებით, რომლებიც ადამიანებს იმდენად არაადამიანურად მოეჩვენათ, რომ სერიოზულადაც ვერ აღიქვეს. კომენტარებმაც არ დააყოვნა.
ხუმრობები, დამუშავებული ფოტოები, საშინელებათა იარლიღები, სანამ ვინმე იკითხავდა საერთოდ რას უყურებდნენ, ბრაიანი უკვე დაცინის ობიექტად იყო ქცეული. ეს კაცი რეალური პიროვნება იყო. მას ბრაიან პეპერსი ერქვა და ოჰაიოში ცხოვრობდა. მას კრუზონის სინდრომი ჰქონდა, გენეტიკური დაავადება, რომელიც თავის ქალისა და სახის განვითარებაზე ახდენს გავლენას. დროთა განმავლობაში დაავადება მას გადაადგილება გაურთულა და ბოლოს მოხუცებულთა თავშესაფარში აღმოჩნდა. თანაგრძნობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიღაცამ მისი კრიმინალური წარსული ამოქექა. 90-იანი წლების ბოლოს ის სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს. დეტალები ბუნდოვანი იყო, თუმცა ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები, ხან მეტაზე, ხან პერსონალის სხვა წევრზე. ბრაიანმა მცირე სასჯელი მოიხადა და გამოსასწორებელი ვადა მიეცა. ინტერნეტ სივრცეში ამ სირთულეებს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ფატო უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობდა. მისი სახე გამოიყენეს გამოგონებულ საშინელებათა ისტორიებში და ყალბგამაფრთხილებელ პოსტერებში. ბრაიანის სახელი თითქმის არავის ახსოვდა, სურათი კი ყველგან იყო. ბრაიანი 2012 წელს ალკოჰოლიზმით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. თუმცა მიმები არ შეწყვეტილა. სიკვდილს არაფერი დაუსრულებია. მან უბრალოდ წაშალა ბოლო შანსი იმისა, რომ ამ ფოტოს მიღმა რეალური ადამიანი დაენახათ. ვიკიპედიის სიები. ვიკიპედიაში შეხვდებით გვერდებს, რომლებიც ენციკლოპედიას საერთოდ არ ჰყავს. ეს დაკარგული ადამიანების სიებია, დახარისხებული ათწლეულების, ქვეყნებისა და ასაკის მიხედვით. კაცი პურის საყიდლად გადის. ტელევიზორი ჩართულია. ჩაიდანი ჯერ კიდევ ქურაზე დგას. ის აღარასდროს ბრუნდება. მოზერდი აგზავნის შეტყობინებას, რომ ვიღაც უთვალთვალებს. ქალიც ხელხაზზე რეკავს და ამბობს, რომ კედელში ყავთ გამოკეტილი. საქმის მასალების ბმულები დღესაც არსებობს, მაგრამ თავად საქმეები აღარ. ზოგიერთი ჩანაწერი ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა. არანაირი განმარტება, არანაირი სიახლე. უბრალოდ ტექსტის გაყინული ბლოკი და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც არსად მიგიყვანთ. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ ამ საქმეზე ხელი განზრახ ჩაიქნიეს. არც გაუხსნიათ და არც დაუხურავთ. უბრალოდ მისცეს უფლება მივიწყებას მიჰბარებოდა. თუმცა ისტორიები ბოლომდე მაინც არ ქრებიან. ისინი რჩებიან გვერდებზე, როგორც საფლავი ცხედრის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ მონაცემთა ბაზები, დაკარგვოთ საბუთები, მაგრამ როცა რაღაც საჯაროდ იწერება, მისი ბოლომდე განადგურება ძალიან რთულდება. ეს ჩანაწერები უბრალოდ იქაა, უმოქმედოდ და ელოდებიან, როდის შეამჩნევენ კიდევ ერთხელ. გრემი 2016 წელს ავსტრალიამ გზებზე უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. ვიქტორიას შტატმა გადაწყვიტა ხალხის სტატისტიკით ან ლოზუნგებით კი არ დაებრთხო, არამედ ეჩვენებინა, როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანის სხეული, რომელმაც სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევისთვის გაეძლო. მათ დახმარებისთვის მიმართეს ხელოვან პატრიცია პიჩინინის, რომელიც ცნობილია სილიკონისგან, ხისა და ადამიანის თმისგან დამზადებული ჰიპერრეალისტური ფიგურებით. ეს ფიგურები იმდენად რეალურია, რომ მათი ყურება უსიამოვნო განცდასაც კი იწვევს. პატრიციამ ტრავმატოლოგ კრისტიან კენფილდთან და ექსპერტ დევიდ ლოგანთან ერთად შექმნა გრემი, არსება, რომელიც სპეციალურად ავარიებისთვის იყო დაპროექტებული. გრემი ადამიანს თითქმის აღარ გავდა. მას ჰქონდა უზარმაზარი, მძიმე თავის ქალა ტვინის დასაცავად, ბრტყელი სახე დარტყმის სიმძლავრის შესამცირებლად და კისერი, რომელიც ფაქტობრივად არ გააჩნდა. მისი სხეული დაფარული იყო სქელი კანის ნავეჭებით, რომლებსაც დარტყმის ძალა უნდა შთაენდგათ. ხოლო გულმკერდი დამატებითი, დრილის მსგავსი ფორმებით იყო დაფარული. სხეულის თითოეული ნაწილი ისე იყო გათვლილი, რომ გადახვის ნაცვლად მოხრილიყო ან შეკუმშილიყო. ადამიანები, რომლებიც გრემს პირადად ხვდებოდნენ, ხშირად აღწერდნენ არა ფიქრს, არამედ ფიზიკურ რეაქციას, ერთგვარ ცხოველურ შიშსა და უხერხულობას. და ეს ხდებოდა მაშინ, როცა პროექტის მიზანი სიცოცხლის გადარჩენა და იმის ჩვენება იყო, თუ რამდენად მსხვერპლია სინამდვილეში ადამიანის ანატომია. ის ნაკლებად გავდა გაუმჯობესებულ ადამიანს, უფრო მეტად კი წარუმატებელ ევოლუციას. პიჩინინისთვის ეს რეაქცია მოსალოდნელი იყო. მისი ნამუშევრები ხშირად ფოკუსირდება ხელოვნურ ჰიბრიდებზე, რომლებიც ერთდროულად ზისხსა და თანაგრძნობას იწვევენ. ეს არსებები რბილი და შემაშფოთებლად დაუცალებით ჩანან. ზოგიერთი მათგანი ოდნავ მოძრაობს კიდეც, ამიტომ თუ მათთან დიდხანს გაჩერდებით, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ისინი სუნთქავენ, გითალთალებენ და არსებობას თქვენ გვერდით ჩუმად განაგრძობენ. სიკვდილის 27 საათი. წლების განმავლობაში იუტას შტატში მდებარე ნადიპუტის მღვიმე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის ადგილად ითვლებოდა. ვიწრო გვირაბები, დამაბნეველი მოსახლეები და მონაკვეთები, სადაც გულმკერდით კლდეს ახები და უნდა გადაწყვიტო, გზა გააგრძელო თუ უკან დაბრუნდა. ადამიანები ამ მღვიმეზე ისე საუბრობენ, როგორც თავსატეხზე, რომელიც საკუთარი სხეულით უნდა ამოგეხსნა. ყველაფერი 2009 წელს შეიცვალა. ჯონ ედვარდ ჯონსი 26 წლის იყო, როცა მღვიმეში ძმასთან და მეგობრებთან ერთად შევიდა. ის დაოჯახებული იყო, პატარა შვილი ჰყავდა და მეორე ბავშვსაც ელოდებოდა. ბავშვობაში ხშირად იკვლევდა მღვიმეებს, თუმცა ზრდასრულ ასაკში ამის დრო აღარ რჩებოდა. დაახლოებით 1 საათში ჯონმა ვიწრო გასასვლელი აირჩია, რომელიც სამშობიარო არხის სახელით იყო ცნობილი. ეს იმდენად ვიწრო შესასვლელი იყო, რომ თავით წინ უნდა ჩამწრვალიყავი იმ იმედით, რომ სიღრმეში სივრცე გაფართოვდებოდა. მაგრამ არ გაფართოვდა. ერთ მომენტში მისი სხეული ისეთ ადგილას აღმოჩნდა, რომელიც გაფართოების ნაცვლად კიდევ უფრო ვიწროვდებოდა. როცა უკან გამოსვლა სცადა, მიხვდა, რომ პოზიციას ვერ იცვლიდა.
ცდილობდა ჰაერი ამოესუნთქა, რომ გულმკერდი დაპატარავებოდა. ცდილობდა ფეხებით ბიძგი მიეცა, მაგრამ არაფერმა უშველა. ჯონი თავდაყირა გაიჭედა, მისმა სხეულმა ისეთი კუთხე დაიკავა, რომ გრავიტაციამ თავისი გაიტანა. კლდიდან მხოლოდ მისი ფეხები მოჩანდა. მის ამოსაყვანად სულ 127 ადამიანი მუშაობდა. მოიტანეს თოკები, ჭეჭონაქები, საბურღი მოწყობილობები და შექმნეს რთული სისტემა, რათა ის გრავიტაციის საწინააღმდეგოდ სანტიმეტр-სანტიმეტრ ამოეთრიათ. ჯონი თითქმის 90 კილოგრამს იწონიდა და ყოველი მოძრაობა მღვიმის ფორმასთან ბრძოლა იყო. ერთ მომენტში მისი ოდნავ ზემოთ ამოწევა მოახერხეს, თუმცა სისტემამ ვერ გაუძლო. დაჭიმულობისგან თოკი გაწყდა და ჯონი ნაპრალში უფრო ღრმად ჩავარდა. ამის შემდეგ იმედი აღარ დარჩა. ჯონი 27 საათის განმავლობაში თავდაყირა იყო გაჭედილი. ამ დროის უმეტეს ნაწილს ის გონზე ატარებდა, სანამ სისხლი თავისა და გულმკერდისკენ მიედინებოდა. გული კი წნევას ვეღარ უძლებდა. მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ სიკვდილის მიზეზი ხანგრძლივი თავდაყირა ყოფნით გამოწვეული ცირკულაციური უკმარისობა გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მცხედრის ამოღება მაშველებს დიდ საფრთხეს შეუქმნიდა. მღვიმე სამუდამოდ დაკეტეს და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დალუქეს. ჯონ ჯონსი კი იქ დატოვეს, სადაც გარდაიცვალა. სპილო ტოპსის სიკვდილით დასჯა. 1903 წლის 4 იანვარს ადამიანებმა ბილეთი იმისთვის იყიდეს, რომ სპილოს სიკვდილისთვის ეყურებინათ. ნიუ-იორკში, კონი აილენდზე 1500-მდე მაყურებელი შეიკრიბა, არა ატრაქციონებისთვის ან შოუსთვის, არამედ სიკვდილით დასჯისთვის, რომელიც წინასწარ იყო დაანონსებული. სპილოს ტოპსი ერქვა. ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაიბადა და ამერიკაში კონტრაბანდული გზით ჩაიყვანეს. აქ წლები ცირკში გამოსვლებსა და მუშაობაში გაატარა. იმ დროისთვის, როცა მას საშიში სიარლიყი მიეწებეს, უკვე წლების განმავლობაში იყო ჩაგვრის, ცემისა და პროვოკაციების მსხვერპლი. წლების განმავლობაში მასთან დაკავშირებული ინციდენტებს 3 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ერთი მას შემდეგ, რაც სპილოს ანთებული სიგარეტის შეჭმა დააძალა. ტოპსი პარკს მიჰყიდეს, რომელიც მოგვიანებით გასართობ ცენტრად იქცა. მფლობელებმა აქ შესაძლებლობა დაინახეს. სპილოს ჩუმად მოკლა საინტერესო არ იყო, მისი საჯარო დასჯა კი დიდ მოგებას ნიშნავდა. თავდაპირველი გეგმით ის მაყურებლის თვალწინ უნდა ჩამოეხვჩათ. ცხოველთა დამცველები ჩაერივნեն, არა მკვლელობის შესაჩერებლად, არამედ მეთოდის შესაცვლელად. ჩამოხრჩობა ზედმეტად სასტიკად მიიჩნიეს. გამოსავალი, რომელზეც შეთანხმდნენ, ისე ჟღერდა, როგორც თანამედროვე, სუფთა და მეცნიერული მეთოდი, ელექტროენერგია. სიკვდილით დასჯის დილოს ტოპსის ციანიდით გაჯერებული სტაფილოები აჭამეს. ფეხებზე სპილენძის ფირფიტები დაუმაგრეს, ქვეშ კი ლითონის ფილები დაუგეს. შეერთეს სადანები, დააყენეს კამერა. როდესაც ჩამრთველს ხელი დააჭირეს, მის სხეულში 6600-მა ვოლტმა გაიარა. რამდენიმე წამში ის ჩაიკეცა და გაშეშდა. ბრბო აყვირდა. კამერა კი გადაღებას განაგრძობდა. მოგვიანებით ამ კადრებს სპილოს სიკვდილით დასჯა ეწოდა და ის ისტორიულ ფილმად იქნა შენახული. დროთა განმავლობაში გაჩნდა მითი, თითქოს ეს ყველაფერი თომას ედისონმა მოაწყო, რათა ცვლადი დენის საფრთხეები ეჩვენებინა. ედისონი იმ პერიოდში მართლაც საჯაროდ კვლავდა ცხოველებს დენით, თუმცა არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ ის ტოპსის სიკვდილში მონაწილეობდა. ამ დეტალს ფაქტობრივად მნიშვნელობა არც აქვს. თავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი გასართობ სანახაობად იქცა. ჯუნგლებიდან წამოყვანილმა ცხოველმა სიცოცხლე ლითონის ფილებზე დაასრულა. სადენებს, ნაპერწკლებსა და იმ ორ ბოსტაშს შორის, რომელიც შეუქცევადი სიკვდილის საყურებლად იყო მოსული. ძაღლის თავის გადანერგვა. საბჭოთა კავშირში იყო პერიოდი, როდესაც მეცნიერები საზღვრებზე კი არ მსჯელობდნენ, არამედ მათ ძალისმიერი მეთოდებით ცდიდნენ. ამის ერთ-ერთი შედეგი იყო ის, რაც დღესაც კი დაუჯერებლად ჟღერს. ძაღლის თავის გადანერგვა. ეს არც ჭორია და არც გადაჭარბება. ეს ფირზე აღბეჭდილი. 1940-იან წლებში ფიზიოლოგმა სერგეი ბრიუხონენკომ გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, რომლის მიზანიც სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნების შესაძლებლობის ჩვენება იყო. ერთ-ერთ სცენაში ჩანდა ძაღლის მოკვეთილი თავი, რომელიც დაკავშირებული იყო სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატთან. ეს მანქანა ცვლიდა გულსა და ფილტვებს. თავი რეაგირებდა, ახამხამებდა თვალებს სინათლეზე, აწყვეტდა ყურებს ხმაურზე და ილოკავდა ცხვრის შეხებისას. მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნდა სხეული, გულმკერდი და არანაირი ორგანო კისერს ქვემოთ. ეს ექსპერიმენტი მხოლოდ დასაწყისი იყო. 1954 წელს ქირურგმა ვლადიმერ დემიხოვმა იდეა კიდევ უფრო შორს წაიღო. მან ლეკვის თავი და წინათათების ზრდასრული ძაღლის სხეულზე გადანერგა. ორივე თავი გონზე იყო. ორივე რეაგირებდა გარემოზე. პატარა თავს წყლის დალევაც კი შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კუჭი არ ჰქონდა და სითხეს ვერ მოინალავდა. დემიხოვმა უმცირე 20 ასეთი ოპერაცია ჩაატარა. ყველაზე დიდხანს ეგზემპლარმა 29 დღე იცოცხლა. იმ დროს სამედიცინო სამყაროს დიდმა ნაწილმა ეს ნამუშევარი გროტესკულად და არაეთიკურად მიიჩნია და მისი საჯარო დაცვა არავის უცდია. თუმცა მიღებული მონაცემები არ გამქრალა. ამ ექსპერიმენტებმა ჩუმად დაუდო საფუძველი ადრეულ კვლევებს ორგანოების გადანერგვის შესახებ. მათ ეჩვენეს, როგორ რეაგირებს ცოცხალი ქსოვილი უცხო ორგანოზე, როგორ ხდება მოცილება, ცირკულაცია და ქირურგიული დაკავშირება. თავად ეს მეთოდები კი არასოდეს განმეორებულა. საზოგადოების მეხსიერებაში არა კვლევის ჩანაწერები ან სამედიცინო შედეგები, არამედ თავად გამოსახულება დარჩა. ერთი სხეული და ორი ძაღლის თავი, რომელთაგან ერთი ნელ-ნელა კვდება. ისინი ერთმანეთზე გადაკერეს, არა გადარჩენის, კომფორტის ან აუცილებლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მაშინდელ მეცნიერებას სჯეროდა, რომ პროგრესი საშუალებას ამართლებს.
საფეხური მეორე. აისბერგის წვერო. ვირთხების მეფე. არსებობს მოვლენა, რომელსაც ვირთხების მეფეს უწოდებენ. მიუხედავად სახელწოდებისა, ეს არც ფოლკლორია და არც მეტაფორა. ეს რეალური ფიზიკური მდგომარეობაა, რომელიც აღმოჩენილი, დაკუმენტირებული და შენახულია. ზოგჯერ ამ მეფეს ცოცხალსაც კი პოულობენ. ვირთხების მეფე მაშინ ყალიბდება, როდესაც რამდენიმე ვირთხა, ზოგჯერ 3, ზოგჯერ 10 ან მეტი, კუდებით გადაებება ერთმანეთს. მათი კუდები იხლერთება და ერთმანეთს ეწებება ჭუჭყის, სისხლის, შარდის, ინფექციისა და ცივ კლიმატში გაყინვის შედეგად, სანამ მათი დაცილება შეუძლებელი არ გახდება. ხაფანგში გაბმული ცხოველები მაშინვე არ ყდებიან. ისინი ისე აგრძელებენ მოძრაობას, როგორც ერთი მთლიანი მასა. ერთად დახოხავენ გვირაბებში, უჭირთ სუნთქვა, აზიანებენ ერთმანეთს და უკიდურეს შემთხვევაში გვერდით მყოფებს ჭამენ კიდეც. სხვა ვირთხები გარემოებებიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. ზოგს საკვები მოაქვს და მოფართხელაგროვას ისე ეპყრობა, როგორც დამოკიდებულ ორგანიზმს. სხვები კი იზოლაციაში აქცევენ, თავს ესხმიან ან ბოლოს უყევენ. ეს ფენომენი თანამედროვეობის ნაწილი როდია. წერილობითი ცნობები მე-16 საუკუნიდან იწყება. ყველაზე ცნობილი ისტორიული მაგალითი კი გერმანიიდან მოდის. მათ შორისაა 1828 წელს აღმოჩენილი ეგზემპლარი, სადაც 32 ვირთხა კუდებით იყო გადაბმული. მოგვიანებით ისინი დააბალზამეს და მუზეუმში გამოფინეს. ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორიის წიგნებში არ დარჩენილა. 2005 წელს ესტონეთში იპოვეს 13 ვირთხისგან შემდგარი მეფე. ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, გადახლართული, დასივებული, სისხლიანი კუდებით. ამან მკვლევრები აიძულა ეღიარებინათ, რომ ეს მხოლოდ ძველი უცნაურობა არ არის და დღესაც ხდება. მეცნიერები დღემდე დაობენ იმის შესახებ, არის თუ არა ვირთხების მეფე იშვიათი ბიოლოგიური შემთხვევა, თუ გარემოპირობების სპეციფიკური შედეგი. თუმცა კულტურულად ამ მოვლენას ყოველთვის ბნელი და ალბედითი მნიშვნელობა ჰქონდა. ლობოტომია. ლობოტომია დაიწყო როგორც დაპირება და არა როგორც სასჯელი. ის დაინერგა როგორც შიზოფრენიის, მძიმე დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის მეთოდი იმ ეპოქაში, როდესაც ფსიქიატრიას ცოტა ინსტრუმენტი და კიდევ უფრო ცოტა წარმატება ჰქონდა. ძირითადი იდეა მარტივი და სასტიკი იყო. თუ ფიქრები და ემოციები ტვინში არსებული კავშირების შედეგია, მაშინ ამ კავშირების გაწყვეტამ შესაძლოა ტანჯვა შეაჩეროს. 1930-იან წლებში პორტუგალიელი ნევროლოგი ანტონიო ეგას მონიში ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური აშლილობის შემცირება შუბლის წილის ნერვული გზების დაზიანებით იყო შესაძლებელი. თეორია კი უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე მტკიცებულებები. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქიატრმა უოლტერ ფრიმენმა ეს პროცედურა უფრო სწრაფ და პრაქტიკულ მეთოდად აქცია. მან საოპერაციო ოთახებსა და ქირურგების საჭიროება საერთოდ გააუქმა. ამის ნაცვლად ის იყენებდა ყინულის სატეხის მსგავს ინსტრუმენტს, რომელიც თვალის ბუდის გავლით შეჰყავდა. ჩაქუჩით თხელძვალს ხვრედდა და შუბლის წილის ქსოვილებს ჭრიდა. მთელი პროცესი ხშირად 10 წუთზე ნაკლებს გრძელდებოდა. პროცედურა ანესთეზიის გარეშე, კაბინეტებში ან სამედიცინო სტუდენტების წინაშე ტარდებოდა. სისწრაფე ამ მეთოდის მთავარი ხიბლი იყო. ოპერაციის შემდეგ პაციენტები როგორც წესი უფრო მშვიდები ხდებოდნენ. ისინი აღარ ეწინააღმდეგებოდნენ და აღარ კამათობდნენ. ბევრმა მათგანმა დაკარგა გარკვევით საუბრის უნარი, დაავიწყდათ დაგეგმვა, გაუჭირდათ სიარული ან ემოციურად დაიცალნენ. ზოგიერთს აღწერდნენ როგორც მშვიდს, სხვებს კი როგორც სარიელს. მედები მათ მომღიმარ ბოსნეულს უწოდებდნენ, რადგან ისინი დამჯერები იყვნენ, თუმცა რეალურად იქ აღარ იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა როზმარი კენედი იყო, ამერიკის მომავალი პრეზიდენტის და ლობოტომიის შემდეგ მან დაკარგა მეტყველება და კოგნიტური უნარების უდიდესი ნაწილი. მთელი დარჩენილი ცხოვრება სპეციალურ დაწესებულებაში საზოგადოებისგან მალულად გაატარა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლობოტომიას ზეიმობდნენ კიდეც. მონიშმა ნობელის პრემიაც კი მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. საავადმყოფოებსა თუ თავშესაფრებში ათასობით ასეთი ოპერაცია ჩატარდა. მხოლოდ მოგვიანებით გახდა შეუძლებელი იმ გრძელვადიანი ზიანის იგნორირება, რასაც ეს მეთოდი იწვევდა. დღეს ლობოტომია მედიცინის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცლად ითვლება. არა იმიტომ, რომ ფსიქიკური დაავადებაა საშიში, არამედ იმიტომ, რომ მან აჩვენა თუ რამდენად მარტივად შეუძლია მედიცინას გადაწყვიტოს, რომ ადამიანის ნაწილის ამოკვეთა მისაღები გამოსავალია. ოპერატორის შურისძიება. 1912 წელს რუს მაყურებელს აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც უფრო ქიმიურ ხსნარში შენახულ ექსპონატს გავდა, ვიდრე გასართობ სანახაობას. მას ოპერატორის შურისძიება ერქვა და ეკრანზე ყველა პერსონაჟი მკვდარი მწერი იყო. ნამდვილი სხეულები, ხოჭოები, კალიები, ობობები. ისინი კადრ-კადრად იყვნენ დაყენებულნი და ანიმირებულნი ისე, რომ მათი ფეხები იგუმშებოდა, უვაშები იხრებოდა და ფრთები მოძრაობდა, თითქოს სიცოცხლეს ბოლომდე არ დაეტოვებინა. ამის ყურება ქიმიკატებში შენახულ ბოროტ ხუმრობას ჰგავდა. თავად ამბავი წვრილმანი და სასტიკია. მამალი ხოჭო ცოლს მოცეკვავესთან ღალატობს. ამ მოცეკვავეს ეჭვიანი ყოფილი საყვარელი ყავს. ხოჭო მჭედელი, რომელიც ამავდროულად კინოოპერატორიცაა. ის ღალატს ფირზე ფარულად იღებს. მოგვიანებით მოღალატე ქმარი სახლში ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ ცოლი მასაც ღალატობს. ოღონდ ახალგაზრდა მხატვარ ხოჭოსთან. ხდება შეხლა-შემოხლა. ისინი ერთმანეთს პატიობენ, ცხოვრება გრძელდება. ყოველ შემთხვევაში ქმარს ასე ჰგონია. ქმარს ცოლი კინოში მიხავს, თუმცა არ იცის, რომ პროექტორთან ისევ ის მჭედელი დგას.
ეკრანზე მაყურებლის წინაშე მისი ღალატის კადრები იწყება. მტკიცებულება მოძრაობს. ცოლი სასოწარკვეთილებაში ვარდება. ფინალი კი დასჯაა. ორივე მათგანს ციხეში უშობენ. ამ ყველაფერში არაფერია სათუთი. მკვდარი მწერები, რომლებიც ღალატს, დამცირებასა და შურისძიებას ასაცხლებენ. ამასობაში კი თავიანთი უსიცოცხლო თვალებით გვიყურებენ. ეს ფილმი სადღაც კომედიასა და კოშმარს შორის მერყეობს. ეს იმის დასტურია, რომ ადრეულ კინოს არ სჭირდებოდა მოულოდნელი საშიში სცენები, რომ თავი უსიამოვნოდ გეგრძნო. ბენზოხერხი. დღეს ბენზოხერხი ჩვეულებრივი ნივთია. ხმეურიანი ხელსაწყო, რომელიც ტყეებთან, სამუშაო ხელთათმანებთან, საწოლსა და იაფასიან საშინელებათა ფილმებთან ასოცირდება. თუმცა ეს კავშირი გაცილებით გვიან გაჩნდა და მალავს ფაქტს, თუ რისთვის შეიქმნა ეს მოწყობილობა სინამდვილეში. მე-18 საუკუნის მიწურულს მშობიარობა ხშირად დღეების განმავლობაში გრძელდებოდა ანესთეზიის, ანტიბიოტიკებისა და საიმედო ქირურგიის გარეშე. როდესაც ბავშვი ფიზიკურად იჭედებოდა, ექიმები ზოგჯერ მიმართავდნენ პროცედურას, რომელსაც სიმფიზიოტომია ჰქვია. ამ დროს მენჯის წოლს სამშობიარო არხის გასაფართოებლად ჭრიდნენ, რადგან სხვა უსაფრთხო გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა. მთავარი დაბრკოლება ძვალი იყო. ძვალს კი უფრო სწრაფი საჭრელი ინსტრუმენტი სჭირდებოდა. 1780-იან წლებში შოტლანდიელმა ქირურგებმა ჯონ ეიტგენმა და ჯეიმს ჯეფრიმ შექმნეს პატარა მექანიკური ხერხი, რომლის დაკბილული ჯაჭვი ჩარჩოზე იყო დამაგრებული და ხელით მოძრაობდა. გარეგნულად ის უფრო საათის მექანიზმს ჰგავდა ვიდრე სამშენებლო ინვენტარს, თუმცა პირდაპირ ადამიანის ხელზე გამოსაყენებლად იყო განკუთვნილი. იყენებდნენ ცოცხალ ქალებზე, რომლებიც გონზე იყვნენ, დაბმულები და სრულად ეცნობიერებდნენ, როგორ უხერხავდნენ მენჯს ბავშვის გასაჩენად. მოგვიანებით გერმანელმა ქირურგმა ბერჰანჰაინემ მექანიზმი დახვეწა და დაამატა უწყოდი ბრუნვა. გაზარდა სისწრაფე და ეფექტურობა, რითაც თანამედროვე ბენზოხერხის პირდაპირი წინაპარი შექმნა. ეს პრაქტიკა დროსა და პროგრესთან ერთად სწრაფად არ გამქრალა. სიმფიზიოტომია მე-20 საუკუნეშიც გრძელდებოდა, ხოლო ირლანდიაში 1944-დან 1987 წლამდე დაახლოებით 1500-მა ქალმა გაიარა ეს პროცედურა ყოველგვარი თანხმობის გარეშე. ბევრი მათგანი დარჩა მენჯის სამუდამო დაზიანებით, ქრონიკული ტკივილით ან დამოუკიდებლად სიარულის უნარის დაკარგვით. ახლა ბენზოხერხი მაღაზიის დახლებს ედავს. ამ ისტორიისგან დაცლილი და რეკლამირებული როგორც ხეზე მუშაობის ხელსაწყო. თუმცა მისი სათავე არა ხე-ტყის ბანაკებში, არამედ საოპერაციო ოთახებშია. იქ, სადაც სისწრაფეს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ტანჯვას და სადაც გართულებული მშობიარობის ერთადერთი გამოსავალი დედის სხეულის გახერხვა იყო, რადგან სხვა აღარაფერი დარჩენოდათ. დაავადება ნომა. არსებობს დაავადება, რომელიც დღესაც მძინორობს აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ნაწილებში, თუმცა ახალ ამბებში თითქმის არასდროს ხდება. ნაწილობრივ იმიტომ, რომ იმ ადამიანებს აზარალებს, რომლებიც სამყაროსთვის ისედაც უხილავნი არიან. ამ დაავადებას ნომა ჰქვია. ის შორეული წარსულის გადმონაშთი კი არაა, არამედ სწორედ ახლა, ამ წუთებშიც ხდება. ყველაფერი პირის ხრუში პატარა წყლულით იწყება. რაღაც ისეთით, რაც სხვაგან სრულიად უწყინარი იქნებოდა. თუმცა იქ, სადაც არ არის სუფთა წყალი, საკვები ან ელემენტარული მედიკამენტები, ეს წყული სულ რამდენიმე დღეში აგრესიულ ინფექციად იქცევა. სახის ქსოვილები კვდომას იწყებენ მაშინ, როცა ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ლოყები იშლება, ტუჩები და ცხვირი ქრება, ზვალი შიშვლდება და თავის ქალაჩნდება. სახენად გურდება მაშინ, როცა ადამიანი ჯერ კიდევ სუნთქავს. პაციენტების დაახლოებით 90% კვდება. გადარჩენილები კი კარგავენ ნორმალურად საუბრის, ჭამისა და სუნთქვის უნარს. ოჯახები მათ ხშირად მალავენ ან სახლიდან აბდებენ, რადგან დაავადებას წყევლას ან ბოროტსულებს აბრალებენ. ეს დაავადება არც იშვიათია და არც განუგურნებელი. ადრეულ ეტაპზე ანტიბიოტიკების სრულფასოვანი კვება და ჰიგიენა სრულად საკმარისია. ნომათი დაავადებულებს კლავს არა მხოლოდ ინფექცია, არამედ ის ფაქტი, რომ დახმარება მათთან ვერ აღწევს. გადარჩენილთა მხოლოდ მცირე ნაწილი იტარებს რეკონსტრუქციულ ქირურგიას და იდგამს პროთეზებს. უმეტესობას კი ეს არ შეუძლია. ისინი რჩებიან ცოცხლებით, თუმცა წაშლილი სახეებით. განდევნილი იმ კატეგორიიდანაც კი, ვისაც თანაუგრძნობენ. ისინი ატარებენ დაავადებას, რომელიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მასზე ყველა დუმს. ემილი როუზი. 2005 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი ემილი როუზის ეგზორციზმი, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც სასამართლო დრამა მღვდლების შესახებ, რომლებსაც ბრალად შეპყრობილი გოგონას მკვლელობა ედებოდათ. ფილმი მხატვრულია, თუმცა მის მიღმა არსებული ამბავი რეალური და მასში არანაირი ორაზროვნება ან იდუმალება არ იმალება. რეალური შემთხვევა ანელიზე მიხელს უკავშირდება, რომელიც 1952 წელს დასავლეთ გერმანიაში ღრმადმორწმუნე ოჯახში დაიბადა. 20 წლის ასაკში მას ფსიქოზისა და მძიმე დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს. კურნალობდნენ ფსიქიატრიულ კლინიკებში, თუმცა მედიკამენტების მიუხედავად, მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. მისი ქცევა უკიდურესად აგრესიული გახდა. ის იატაკიდან შარდს სვამდა, მძაფრად რეაგირებდა რელიგიურ ნივთებზე და ჭამდა მწერებს. ერთხელ კი მკვდარჩიც თავი მოაჭამა. სწორედ ამ მომენტში მისმა ოჯახმა დაავადების ადგილას შეპყრობილობა დაინახა. 1975 წელს მათ ეპისკოპოსისგან ეგზორციზმის რიტუალის ჩატარების ოფიციალური ნებართვა მიიღეს. ამას მოჰყვა არაერთი რიტუალი, არამედ 10-თვიანი სეანსების სერია, რომელსაც ორი მღვდელი ატარებდა.
სულ 67 ეგზორციზმით ჩატარდა. ზოგიერთი მათგანი 4 საათსაც კი გრძელდებოდა. შემორჩენილია აუდიო ჩანაწერები, სადაც ისმის როგორ ყვირის, ღმუის და ლოცულობს ანალიზა, სანამ მისი სხეული საბოლოოდ არნებდება. მას აიძულებდნენ მუხლებზე დგომას მანამ, სანამ მიოგები არ დაეჭიმა, ძვლები არ მოწყდა და მყესები არ დაუზიანდა. და მაინც პროცესი არავის შეუჩერებია. ის საავად მყოფოში აღარ დაუბრუნებიათ. დროთა განმავლობაში ანალიზემ ჭამა საერთოდ შეწყვიტა. 1976 წლის 1 ივლისს ანალიზე მიხაილი გამოფიტვისა და გაუწყლოვნებისგან გარდაიცვალა. 23 წლის ასაკში სულ რაღაც 33 კილოგრამს იწონიდა. ის იმიტომ კი არ მოკვდა, რომ მედიცინის არავის სჯეროდა, არამედ იმიტომ, რომ რწმენამ ზრუნველობა ჩაანაცვლა. მის მშობლებსა და ორმღვდელს ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დასდეს. სასამართლო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით პირობითი სასჯელით შეიცვალა. მოსამართლის თქმით, მათ ისედაც სატმაისად იტანჯეს. საფეხური მესამე. ყვინთვა. ვაიფორ დოლფინის ინციდენტი. წყალქვეშ მუშაობა მხოლოდ რისკთან არ არის დაკავშირებული. ეს კვირების განმავლობაში მაღალი წნევის პირობებში ცხოვრებას ნიშნავს. ყვინთავები უბრალოდ კი არ ჩადიან და ამოდიან, არამედ ცხოვრობენ ჰერმეტულ კამერებში, სადაც წნევა ბევრად აღემატება იმას, რისი ატანაც ადამიანის ორგანიზმს ნორმალურ პირობებში შეუძლია. დეკომპრესიული დაავადების თავიდან ასაცილებლად, ყვინთავები დახურულ სისტემებში რჩებიან, სადაც წნევა მათი მუშაობის სიღრმეს შეესაბამება. მათი საცხოვრებელი განყოფილებები დაკავშირებულია საყვინთ კაფსულებთან და წნევის ყოველი ცვლილება პროცედურის მიხედვით ძალიან ნელა უნდა ხდებოდეს. 1983 წლის 5 ნოემბერს 4 ნორვეგიელი მყინთავი, ედვინ კაუარდი, როი ლუკასი, ბიორნ ბერგერსენი და ტრულ სალევიკი ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე საბურღი პლატფორმიდან ვაიფორ დოლფინიდან დაბრუნდა. ორმა ტექნიკოსმა, უილიამ კრამონდმა და მარტინ სანდერსმა საყვინთ ზარსა და საცხოვრებელ კამერას შორის წნევის გათანაბრების სტანდარტული პროცედურა ჩაატარეს. ეს იყო რუტინული ოპერაცია, რომელიც მანამდე უამრავჯერ ჩაეტარებინათ და უშუალოს არაფერს ელოდნენ. შემდეგ კი შეცდომა მოხდა. სისტემის შიგნით წნევა თითქმის მყისიერად დაეცა 9 ატმოსფეროდან 1-მდე. უილიამ კრამონდი ადგილზევე დაიღუპა, როდესაც კაფსულა მთელი წელით დაეჯახა. კამერის შიგნით მყოფებს გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. 3 მათგანი მყისიერად გარდაიცვალა. ფეთქებადმა დეკომპრესიამ მათი სხეულები შიგნიდან გაგლიჯა. მათი ნეშტი მთელგან ყოფილებაში მიმოიფანდა. ტრულ სალევიკი წნევამ სულ რაღაც 60 სანტიმეტრის სიგანის ხრელში გაიტანა და გარეთ საცობივით ამოისროლა. მისი სხეული მოგვიანებით ნაწილობად შეაგროვეს და აუტოპსიაზე 4 ცალკეული ჩანთით მიიტანეს. ექსპერტების თქმით, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ კაცებს ტკივილის გრძნობა სავარაუდოდ არ შეეძლოთ. კომპანიამ ყველაფერი თავდაპირველად ადამიანურ შეცდომას დააბრალა და განაცხადა, რომ ეკიპაჟი 12 საათიანი წვლის შემდეგ გადაღლილი იყო. ათწლეულების განმავლობაში პასუხისმგებლობა გარდაცვლილებს აკისრებოდათ. მხოლოდ 26 წლის შემდეგ დაასკვნა ოფიციალურმა გამოძიებამ, რომ კატასტროფა აღჭურვილობის გაუმართლობამ გამოიწვია და არა გადაღლილობამ. მხოლოდ მაშინ მიიღეს ოჯახებმა კომპენსაცია. კარგახნის შემდეგ, რაც მიზეზი ცნობილი გახდა, შედეგები კი შეუქცევადი. პუკიპსის ჩანაწერები. 2001 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიცია ნიუ-იორკის შტატის ქალაქ პუკიპსის ერთ მიტოვებულ სახლში შევიდა. იქ 8-ზე მეტი ვიდეოკასეტა აღმოაჩინეს, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანების გატაცებას, წამებასა და მკვლელობას ასახავდა, დაწყებული მსხვერპლზე თვალთვალით, დასრულებული ცხადრის მოცილებით, ყოველივე ეს კი მანიაკალური დეტალიზაციით იყო გადაღებული. ეს ამბავი ევისებურად გავრცელდა. ხალხს ყველაზე მეტად არა თავად ძალადობა, არამედ იმის გაფიქრება აშინებდა, რომ ვიღაცა მკვლელობით სავსე მთელი ცხოვრება ფირზე აღბეჭდა და უბრალოდ გაუჩინარდა. ჩანაწერებს სერიულ მკვლელს ედვარდ კარვერს მიაწერდნენ. ხმები დადიოდა ისეთ შემზარავ კადრებზე, რომლებმაც დეტექტივებიც კი შეცრა. მათ შორის იყო სცენები, სადაც ხედრებს ქირურგიულად ასახიჩრებდნენ და გამოფენდნენ. ადამიანებმა არ იცოდნენ დაიჭირეს თუ ისევ თავისუფალი იყო მკვლელი, ან საერთოდ რეალური იყო თუ არა ეს ჩანაწერები. სწორედ ამ გაუკვირვებამ გამოიწვია ყველაზე დიდი შიში. სიმართლე მოგვიანებით გაირკვა. ედვარდ კარვერი არასდროს არსებობდა, ხოლო ეგრეთ წოდებული პუკიპსის ჩანაწერები საგულდაგულოდ დადგმული ფსევდოდოკუმენტური ფილმი იყო. ის გადაღებული იყო აკანკალებული კამერით, ცუდი განათებითა და უცნობი მსახიობებით, რათა ამოღებული ნივთმტკიცების იმიტაცია შეექმნათ. ყველაფერი დადგმული იყო, თუმცა ისე დამაჯერებლად, რომ ბევრი მაყურებელი სიმართლის გაგების შემდეგაც კი აგრძელებდა რწმენას, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო. ფილმმა შთაგონება ისეთი რეალური სერიული მკვლელებისგან მიიღო, როგორებიც იყვნენ ლეონარდ ლეიკი, ტედ ბანდი, ჯეფრი დამერი და სხვები. მან დოკუმენტური მეთოდები ერთ გამოგონილ მტაცებელში გააერთიანა. ამ ჩანაწერებში ახალი არაფერი ყოფილა და სწორედ ამიტომაც იმუშავა. თითოეული დეტალი სადღაც, ოდესღაც უკვე მომხდარიყო, უბრალოდ არა ერთდროულად და არა ერთ ადგილას. ვლადიმერ კომაროვის დაკრძალვა. არსებობს ვლადიმერ კომაროვის დაკრძალვაზე გადაღებული ფოტო, რომელიც მთელ ინტერნეტში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ გამოსახულებად ითვლება. ფირმამა მხოლოდ რაკეტები და პირველობა კი ერშვა, არამედ სიკვდილიც, რომელიც პროპაგანდამ ჩუმად შთანთქა.
კომაროვი საბჭოთა კოსმონავტი იყო, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს კაცი, რომელიც ციდან ჩამოვარდა. 1964 წელს ის პირველ მრავალკაციან კოსმოსურ მისიას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1967 წლის 23 ოქტომბერს გახდა პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში მეორედ გაფრინდა. დედამიწაზე ინჟინრებმა იცოდნენ, რომ მისია მარცხისთვის იყო განწირული და მისი გამოსწორების გზა არ არსებობდა. მიიღეს გადაწყვეტილება კომაროვი უკან დაებრუნებინათ. ატმოსფეროში შემოსვლისას სისტემამ საბოლოოდ უმტყუნა. მთავარი პარაშუტი სწორად არ გაიხსნა, სარეზერვო კი მასში გაიხლარდა. კაფსულა სრული სიჩქარით დაეცა მიწას და შეჯახებისას აფეთქდა. გადარჩენის შანსი არ არსებობდა. ფართოდ გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ცნობებით, ბოლო რადიოკავშირისას კომაროვი განრისხებული იყო და დედამიწაზე მყოფებს ადანაშაულებდა იმაში, რომ ისეთ ხომალდზე ჩასვეს, რომლის გაუმართაობის შესახებაც იცოდნენ. მოგვიანებით ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ხომალდს გაფრენამდე 200-ზე მეტი ცნობილი დეფექტი ჰქონდა. ამბობენ, რომ კომაროვმა გაფრენაზე უარი მხოლოდ იმიტომ არ თქვა, რომ მის ნაცვლად მისი ახლო მეგობარი, იური გაგარინი არ გაეგზავნათ. არსებობს ვერსია, რომ მან სიკვდილის წინ ღია კუბოთი დაკრძალვა მოითხოვა, რათა ქვეყნის ხელმძღვანელობას საკუთარი გადაწყვეტილების შედეგი საკუთარი თვალით ენახა. იყო თუ არა ეს მოთხოვნა რეალური, ფოტო დაკრძალვიდან მაინც არსებობს. მასზე აღბეჭდილია ის, რაც მისგან დარჩა. გაშავებული და მწვარი მასა, რომლის სიგრძეც 1 მეტრზე ნაკლები იყო. მასში ადამიანის ამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო. მხოლოდ ქუსლის ძვლის ნაწილი დარჩა მთელი. ეს ფოტო იმის შეხსენებაა, რომ კოსმოსში გაჭრილ პირველ ადამიანებს არა უსაფრთხოება ან გარანტიები, არამედ მსხვერპლად ყოფნის მზაობა იცავდა. მაშინაც კი, როცა ყველამ იცოდა, რომ მანქანა მზად არ იყო. Google-ის რუკები. Google-ის რუკები წესით მოსაწყენი უნდა იყოს. ქუჩები, შენობები, გზაჯვარედინები, მხოლოდ კოორდინატები და მიმართულებები, მაგრამ თუ Street View-ს რეჟიმში შემთხვევით ქუჩებში დაიწყებთ მოგზაურობას, მიხვდებით, რომ კამერამ ხშირად არც კი იცის, რას აფიქსირებს. წლების განმავლობაში მომხმარებლები გზის პირას გაყინულ ფიგურებს აწყდებოდნენ. სახეებს, რომლებიც გაურკვეველ ლაქებად იყო ქცეული, ან სხეულებს, რომლებიც სისტემამ კადრების შეწებებისას დეფორმირებულად ასახა. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც შუა მოძრაობაში გაიჭედნენ. დროის შემთხვევითობამ ისინი უცნაურ, არაბუნებრივ არსებებად აქცია. ამ ყოველფრის უმეტესი ნაწილის ახსნა შესაძლებელია, თუმცა ის, რაც ესპანეთში მოხდა, არა. 2024 წლის დეკემბერში Google Street View-ს მანქანამ პატარა სოფელ ტახუეკოში გაიარა და გადაიღო კაცი, რომელიც მანქანის საბარგულში დიდ თეთრ გროვას ტვირთავდა. ეს არც სავეჭს გავდა, არც ბარგს და არც ნაკავს. ეს იყო რაღაც მძიმე, რაც არ იხრებოდა. მეზობელ კადრში იგივე კაცი ჩანს, რომელიც ამავე მანქანით სარიელ ქუჩებში მიდის. ფოტოებმა ინტერნეტში გაჟონა და პოლიცია მიხვდა, რასაც ხედავდა. თეთრი გროვა დაკარგული კუბელი მამაკაცის ნეშტი აღმოჩნდა, რომელიც მოკლეს და შემდეგ მისი სხეული დაანაწევრეს. Street View-ს გამოსახულებები გამოძიების ნაწილი გახდა. ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში დააკავეს, თუმცა ფოტოებმა დაადასტურა მისი მოძრაობის ტრაექტორია და ქრონოლოგია. რუკების სერვისმა, რომელიც გზების საჩვენებლად შეიქმნა, დანაშაულის დოკუმენტირება მოახდინა. გვამების ფერმა. გვამების ფერმები რეალური ადგილებია. არც მეტაფორაა და არც ქალაქური ლეგენდა. ეს არის სამეცნიერო დაწესებულებები, სადაც ადამიანის სხეულებს გასახსნელად განზრახტოვებენ. ღია ცის ქვეშ, მუდმივი დაკვირვების ქვეშ. ადამიანები საკუთარ სხეულებს მეცნიერებას სიცოცხლეში ვესწირავენ. სიკვდილის შემდეგ მათ გვამებს სპეციფიკურ პირობებში ათავსებენ. ტოვებენ მზის გულზე, ზირავენ წყალში, მარხავენ სხვადასხვა სიღრმეზე, კეტავენ მანქანებში ან ათავსებენ ბეტონში. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მკვლევრებმა ნახონ რა მოხდება შემდეგ. პირველი ასეთი ფერმა ამერიკაში 1914 წელს დაარსა. მას შემდეგ მსგავსი დაწესებულებები სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდა. მათი მიზანი არა ცნობის მოყვარეობა, არამედ კრიმინალური გამოძიებაა. ეს ადგილები პრაქტიკულ კითხვებს სვამენ. როგორ ნიშნავენ მწერები სიკვდილის დროს? როგორ ისუნი აქვს უპოვებას კონკრეტულ დღეებში? როგორ ცვლის სიცხეს სხეულს ავტომობილის შიგნით? სასამართლო ექსპერტიზის სტუდენტებისთვის ეს თეორია კი არა პრაქტიკული სწავლებაა. ისინი დააბიჯებენ გვამებს შორის, რომლებიც უპოვების სხვადასხვა სტადიაზე იმყოფებიან. დასივებულები, გაშავებულები, ნაწილობრივ ჩონჩხად ქცეულები. სტუდენტებს აქვთ ჩანაწერები, ფოტოები, ზომავენ და აკვირდებიან ყველაფერს. ზოგჯერ გვამები ხმებსაც გამოსცემენ, როდესაც მათგან აირები გამოდის. ზოგჯერ თითები იკუმშება ან თვალები ბუდეებიდან იწევს. არა სიცოცხლის, არამედ ქიმიური პროცესების გამო. ერთდროულად იქ შეიძლება ათობით გვამი იყოს. თითოეული გახსნის სხვადასხვა ეტაპზეა გაყინული და ყველა მათგანი ისე განიხილება, როგორც უბრალო მონაცემი. და მაინც, როდესაც ამ ფერმების ფოტოებს უყურებთ, მეცნიერება ვერ აქრობს იმ უხერხულობის შეგრძნებას, რაც გეუბნებათ, რადგან თითოეული ეს ეგზემპლარი ოდესღაც ადამიანი იყო, ახლა კი მხოლოდ პობის პროცესის საორიენტაციო წერტილად არსებობენ. მაუბლი ბავშვები. არსებობენ ბავშვები, რომლებიც ადამიანების გარეშე იზრდებიან, არა ფანტასტიკის ან თავგადასავლების გამო, არამედ იზოლაციის, უყურადღებობის, ტყვეობის ან სრული მიტოვების შედეგად. მათ ხშირად მაუბლი ბავშვებს უწოდებენ, თუმცა ზღაპრისგან განსხვავებით, მათ ბედში რომანტიკული არაფერია.
რეალურ შემთხვევებში ადამიანურ კონტაქტს გადარჩენის ინსტინქტი ანაცვლებს. ინდოეთში იპოვეს პატარა გოგონა, რომელიც მაიმუნებს შორის ცხოვრობდა. ის 4-ზე მოძრაობდა, საუბრის ნაცვლად იყრინებოდა, არ ესმოდა ენა, ხოლო როცა კოვზით საჭმელი შესთავაზეს, გადააგდო და სახურავზე აიჭრა. მისი სხეული ადამიანისას ჰგავდა, მაგრამ მისი ქცევა სხვა სამყაროს ეკუთვნოდა. რუსეთში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც ძაღლებთან ერთად ცხოვრობდა. მათ გვერდით ეძინა, იატაკიდან ჭამდა, ადამიანის ლაპარაკს აიგნორებდა და საკუთარ დედასაც კი ვერ ცნობდა. სამართალდამცავებმა ის მხოლოდ მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა ტირილის ხმა გაიგეს, რომელიც ადამიანისას საერთოდ არ ჰყავდა. იმ დროისთვის, როცა დახმარება მოვიდა, განვითარების ეტაპი უკვე დაკარგული იყო. მაუგლი ბავშვების უმეტესობა ნორმალურ სოციალურ ცხოვრებას სრულფასოვნად ვეღარასდროს უბრუნდება. ადრეულ ასაკში ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე ტვინი ვერ ახერხებს კრიტიკული ნეირონული კავშირების ჩამოყალიბებას. შედეგად, ისინი სამუდამოდ რჩებიან გაჭედილებით ცხოველურ ინსტინქტებსა და დაკარგულ ადამიანურ პოტენციალს შორის. ისინი კი არ გარდაიქმნებიან რაღაც ახალ არსებებად, არამედ რჩებიან დაუსრულებელნი, ჩამოუყალიბებელნი არა ცხოველების გარემოცვით, არამედ ადამიანების არარსებობით. საფეხური მეოთხე. უბსკრული. დელფინა ლალორი. ახალ ორლეანში, როიალ სტრიტის 11-40 ნომერში მდებარე სახლმა ბევრი მფლობელი და დანიშნულება გამოიცვალა. ის იყო სკოლა, კონსერვატორია, ავეჯის მაღაზია, ცირახნით კი ნიკოლას ქეიჯის საკუთრებაც კი. თუმცა ეს მისამართი ხალხს ამ მიზეზით სულაც არ ახსოვს. მე-19 საუკუნეში სასახლე დელფინა ლალორის ეკუთვნოდა. დიდარ ქალს, რომელსაც საზოგადოებაში თავაზიან, განათლებულ და ქველმოქმედ ადამიანად იცნობდნენ. თუმცა ჩაკეტილ კარს მიღმა ის საიდუმლოს ინახავდა, რომელმაც 1894 წლის 10 აპრილამდე გასტანა. იმ ღამეს სახლში ხანძარი გაჩნდა, როდესაც მეზობლები შიგნით შეცვივდნენ, სამზარეულოს ქურაზე მიჯაჭვული მონაქალი იპოვეს. ის მძიმედ იყო დაშავებული და თავის მოკლას ცდილობდა ოღონდ სხვენში აღარ დაებრუნებინათ. თქვა რომ სხვენში ყოფნა სიკვდილზე უარესი იყო. როდესაც პოლიციელებმა სახლის ზედა სართულზე ჩაკეტილი ოთახი ძალის გამოყენებით გააღეს, ნანახმა გამოცდილი სამართალდამცავებიც კი შოკში ჩააგდო. სხვენი კერძო საწამებელ საკნად იყო ქცეული. მონები იყვნენ მიჯაჭვულები, სხეულებ დაჭიმულები, დასახიჩრებულები და ერთმანეთზე გადაკერებულები. ეთი მამაკაცი იმდენად პატარა გალიაში ყავდათ გამოკეტილი, რომ ვერც დგებოდა და ვერც წვებოდა. ძვლები მას განზრახდა უმსხვრიეს, რომ გალიაში ჩატეულიყო. ერთ ქალს თავის ქალა ჰქონდა გადახსნილი და თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ მისი ტვინი ჯერ კიდევ მოძრაობდა. ზოგიერთი მსხვერპლი უკვე მკვდარი იყო, ზოგი კი ჯერ კიდევ ცოცხალი და მხოლოდ კვნესა შეეძლო. ექიმებმა, რომლებმაც გადარჩენილები გასინჯეს, განაცხადეს, რომ მსგავსი დაზიანებები ომის დროინდელ ჰოსპიტლებშიც კი არ ენახათ. ცხადი გახდა, რომ ლალორის ქმედებები არც ექსპერიმენტი იყო და არც დასჯა. ეს იყო სისასტიკე სიამოვნებისთვის. როდესაც ხმა გავრცელდა სასახლის წინ ბრბო შეიკრიბა, იმავე საღამოს ლალორი თავისი ედლით გაიქცა, მაშინ როცა ხალხი ქვებს ესროდა და მის გაჩერებას ცდილობდა. გაქცევა მოასწრო მანამ სანამ მართლმსაჯულება მისწვდებოდა. ითვლება, რომ ის საფრანგეთში გაიქცა და წლების შემდეგ, სავარაუდოდ 1859 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი ცხედრის იდენტიფიცირება საბოლოოდ ვერ მოხერხდა. სახლი გაიძარცვა და დაცარიელდა. წლების განმავლობაში ხალხი ამბობდა, რომ შიგნით ჯაჭვების ხმა, ნაბიჯები და ყვირილი ესმოდათ. ზოგი ამტკიცებდა, რომ სხვენის პანჯარაში სისხლიანი სახის მქონე ქალს ხედავდა. ბევრჯერ სცადეს შენობის საცხოვრებლად, სკოლადან მუზეუმად გამოყენება, მაგრამ იქ თითქოს ვერავინ ჩერდებოდა. ისინი, ვინც იქ ცხოვრობდნენ, ერთსა და იმავეს ამბობდნენ. ზედა სართულზე მდებარე ჩაკეტილი ოთახი არასდროს ჩანდა ცარიელი და იქ არასდროს უბავდა სიჩუმე. ჭიანჭველა ბავშვები. ისტორია სავსეა კულტებით, რომლებიც ხალხს ნასპირდებოდნენ, მაგრამ სანაცვლოდ მასობრივი სამარხები დაუტოვეს. თუმცა ზოგიერთი ამბავი არც სიმბოლოდ ქცეულა და არც გაფრთხილებად, ისინი უბრალოდ მეხსიერებიდან წაიშავნენ. ეს ამბავი ასეულობით მსხვერპლით არ დასრულებულა და სწორედ ამიტომ ბევრს მასზე არაფერი სმენია. 1988 წლის აგვისტოში ტორონტოს საავადმყოფოში მივიდა ქალი, სახელად გაბრიელ ლავალე. მას ერთი მკლავი აკლდა, კბილები ჩამსხვრეული ჰქონდა და ხანგრძლივი წამების აშკარა კვალი ეტყობოდა. ამ მდგომარეობამდე როშ ტერიომ, იმ სექტის ლიდერმა მიიყვანა, რომელსაც ქალი ოდესღაც ენდობოდა. გაბრიელი იქ სხვების დასადანაშაულებლად კი არ მივიდა, არამედ იმიტომ, რომ ლიდერმა მისი სხეული სრულად გაანადგურა. წლებით ადრე, 1991 წელს ტერიო უკვე იყო მსჯავრდებული მას შემდეგ, რაც პოლიციამ მის კომუნაში 12 წლის ბიჭის, სამუელ ჟოლივეს დამწვარი ნეშტი იპოვა. ბავშვს შარცედენი გზების პრობლემები ჰქონდა და ტერიო ამტკიცებდა, რომ მას სასქესო ორგანოებზე ქირურგიული ჩარევით მკურნალობდა. როდესაც ბიჭი გარდაიცვალა, მან ცხედრით დაწვის ბრძანება გასცა. ტერიო ქადაგებდა, რომ სამყარო 1979 წლის თებერვალში აღესრულებოდა და მხოლოდ მისი მიმდევრები გადარჩებოდნენ. ადამიანებმა მიატოვეს სამსახურები, ოჯახები და განათლება, რათა კანადის უღრან ტყეებში გაჰყოლოდნენ. მათ ჭიანჭველა ბავშვები უწოდა, რადგან მოსწონდა მათი ყურება, როდესაც ერთად მორჩილად და ჩუმად მოძრაობდნენ. დროთა განმავლობაში მან ქალებზე საკუთრების უფლება გამოაცხადა, ყველა მათგანზე დაქორწინდა და 26 შვილი ეხოვა. როდესაც აპოკალიფსი არ დადგა, დისციპლინა ჩამოიშალა და რწმენა სისასტიკემ შეცვალა.
მიმდევრებს აიძულებდნენ ეჭამათ ექსკრემენტები, ერთმანეთისთვის ცვლები უროებით დაემტვრიათ და ეგრეთ წოდებული განწმენდის რიტუალები ჩაეტარებინათ. ყველაზე მეტად გაბრიელ ლავალე დაიტანჯა. მას კბილები ძალით ამოუღეს, ხელი ანესთეზიის გარეშე მოჰკვეთეს, ბოლოს კი თავში ნაჯახი ჩაარტყეს. მხოლოდ იმიტომ გააღწია ცოცხალმა, რომ გაქცევა მოახერხა. ტერიო დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაშინაც კი მისი რამდენიმე ცოლი და შვილი ციხის მახლობლად გადავიდა საცხოვრებლად და მის გათავისუფლებას ელოდა. თუმცა ის გარეთ აღარ გამოსულა. 2011 წელს როშ ტერიო ციხის საკანში თანამისაკდნენ მოკლა. ჭიანჭველა ბავშვების კულტი სანახაობრივი მასობრივი სუიციდით არ დასრულებულა. ის ისევე ჩუმად დასრულდა, როგორც ნამდვილი საშინელებები სრულდება ხოლმე. გადარჩენილებით, რომელსაც ცხოვრების გაგრძელება მოუწიათ მას შემდეგ, რაც სრულწმენა მათ გასანადგურებლად გამოიყენეს. ელაიზა ლემის საქმე. 2013 წლის იანვარში 21 წლის კანადელი სტუდენტი ელაიზა ლემი ლოს-ანჯელესში სასტუმრო სესილში მარტო დაბინავდა. მის ჩამოსვლაში არაფერი მიანიშნებდა იმ საშინელებაზე, რაც შემდეგ მოხდა. რამდენიმე კვირის შემდეგ სასტუმროს სტუმრებმა წყლის დაბალწნევასა და უცნაურ გემოზე დაიწყეს ჩივილი. ტექნიკური პერსონალი სახურავზე ავიდა და სასტუმროს წყლის ერთ-ერთ აუზში ელაიზას ცხედარი იპოვა. ამ შემთხვევას მხოლოდ ის კი არ ხდიდა შემოწრწუნებელს თუ სად იპოვეს გოგონა, არამედ ისიც, რაც მის გაუჩინარებამდე გამოქვეყნდა. პოლიციამ გაავრცელა ლიფტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც მის გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე იყო გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ შედის ელაიზა ლიფტში და რამდენიმე ღილაკს თანმიმდევრობით აჭერს. თითქმის მყისიერად მისი ქცევა იცვლება და ისეთ სახეს იღებს, რაც არც წინასწარ დადგმულს გავს და არც გააზრებულს. ის ლიფტში შედის და გამოდის, დერეფანში იხედება, თითქოს იქ ვიღაცაა, კუთხეში იგუმშება, ხელებს ისე იქნევს, თითქოს უხილავ პერსონაჟს პასუხობს და მკვეთრ, უცნაურ მოძრაობებს აკეთებს. ლიფტის კარები კი უჩვეულო დიდხანს არ იხურება. ვიდეო უხმოა. სწორედ ეს იჩუმეა ის, რაც ჩვეულებრივ დაბნეულობას რაღაც გაცილებით მძიმედ საყურებელ ფენომენად აქცევს. ამის შემდეგ ელაიზა რაღაცნაირად სახურავზე მდებარე წყლის ავში აღმოჩნდა, რომლის თავსახურიც მძიმე იყო და ოფიციალური ცნობებით დახურული. ავზე ძალისმიერი შეღწევის კვალი არ აღმოჩნდა. მეხანძრეებს მისი გაჭრა ელექტროხერხით მოუწიათ, რათა ცხედარი ამოეღოთ. ახსნა განმარტებები მერყეობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისიდან დაწყებული, რთული თეორიებით დამთავრებული, რომლებიც რიტუალებს, მესამე პირებს ან სასტუმროს პერსონალს უკავშირდებოდა. თუმცა გამოძიებისა და დოკუმენტური ფილმების მიუხედავად, ერთი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. საერთოდ, როგორ მოხდა ელაიზა აუზში? თავად ვიდეო ჩანაწერი კიდევ ერთ უსიამოვნო შრესმეტებს სარქმეს. მაყურებლებმა შეამჩნიეს აშკარა მონტაჟის კვალი და გამქრალი დრო ჩანაწერში, რაც არასოდეს ყოფილა მკაფიოდ განმარტებული. გლობალური ყურადღების მიუხედავად, საქმე ისევე სრულდება, როგორც დაიწყო. რამდენიმე წუთიანი უხმო ვიდეოთი და კითხვებით, რომლებზეც საბოლოო პასუხი არ არსებობს. ყოველი აისბერგი ერთნაირად სრულდება. არა პასუხებით, არამედ სიცარიელით. ზოგიერთი რამ, რაც აქ განვიხილეთ, მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ვიღაცამ ერთხელ ცნობის მოყვარეობით ზედმეტად ღმად შეტობა. დაალაიქეთ უქსურსეს გაგრძელდეს და ფრთხილად იყავით ძიებისას და გახსოვდეს. ზოგიერთი კარი გაღების შემდეგ აღარ იხურება.